მოგესალმებით ბატონო გოგიტა. მოგეხსენებათ ონკოლოგიური მკურნალობის შემდეგ დაგეგმილი რეკონსტრუქციული ოპერაციები განსხვავდება სხვა პლასტიკური ოპერაციებისგან. მოითხოვს რა თქმა უნდა განსხვავებულ მიდგომებს, განსხვავებულად უნდა დაიგეგმოს ეს ყველაფერი და ბევრი ისეთი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ, რაც სხვა ოპერაციების შემთხვევაში არ ხდება ხოლმე. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? მე როგორც აქტიურად ჩართული სკრინინგულ კვლევებში და ძალიან ბევრი ქალბატონი მყავს გვერდით, რომელიც მსგავსი თემით არიან დაინტერესებულები, რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთმა ქალბატონებმა, როცა გადავწყვეთ, რომ ჩავიტაროთ რეკონსტრუქციული ოპერაციები, რა რისკებთან არის ესეთი ოპერაცია დაკავშირებული სხვა პლასტიკური ოპერაციებისგან განსხვავებით? დიდი მადლობა. ცოტა რთელი საუბარი მომიწევს, მაგრამ ვეცდები რაღაც მაქსიმალურად მოკლედ ჩამოგიყალიბოთ ჩემი ხედვა, რა თქმა უნდა. დიახ. ნახეთ როგორ არის ჩვენ ონკოლოგიურ პაციენტებთან როცა გვაქვს საქმე და როცა ესთეტიურ ქირურგიას ეხება ონკოპაციენტებთან საქმე, აქ ორივე კომპონენტი ერთად უნდა იქნას გათვალისწინებული. ცალკე პაციენტი, რომელსაც ესთეტიური ქირურგია უნდა სხვანაირად ხედავს ამ ოპერაციებს და შესაბამისად ჯანმრთელი პაციენტი სხვანაირად აღიქვამს თითოეულ დეტალს, მაგრამ ჩვენ როცა ონკოპაციენტზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ონკოპაციენტი გარდა ონკოლოგიური დაავადებისგან უნდა განთავისუფლდეს კომპლექსებისგანაც, რომელიც შეიძლება არც ქონდა ონკოლოგიურ დაავადებამდე, არც შეექმნას მერე, იმიტომ რომ არის ონკოპლასტიკა ისეთი, ახლა თქვენ იცით, რომ ჩემი აზრით ყველა მითოდეს ძუძუზე ონკოლოგიური ჩარევა უნდა ხდებოდეს ონკოქირურგიული პლასტიკური მომენტით. ანუ ყველა ძუძუზე ჩარევა არის თავისთავად პლასტიკური ქირურგია. რა თქმა უნდა. აი აქედან იწყება ნებისმიერი ჩარევა. მით უმეტეს თუ ორგანოს დაკარგვაზეა საუბარი, ან ესე ვთქვათ დამახინჯებაზე. აქ უკვე პლასტიკური ქირურგი უნდა ჩაერთოს საუბარში თავიდან. მე ხო უბრალოდ გამიმართლა კიდეც და ბევრი წვიში რომ ორივე განათლება მაქვს, ორივე ლიცენზია მაქვს, ამიტომ რთულია ხა პლასტიკური ქირურგი ყველა კლინიკაში იყოს, სადაც ონკოქირურგია. ეს რთული იყო, ეხა იქნება. ამიტომ როცა საუბარი იწყება ზოგადად ქირურგიაზე, იქ ეს მომენტი თავიდანვე პირველივე საუბრიდან უნდა იქნას ახსნილი, განხილული პაციენტთან და პაციენტს უნდა მცირე დროში მიეწოდოს ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია თვეობით, კვირეობით დავგეგმოთ ჩვეულებრივი ესთეტიკური ოპერაცია. მეტი საუბარი ჭირდება სხვადასხვა ამ პაციენტს ესთეტიკური პლასტიკური ქირურგიის დეტალებზე და გართულებებზე, რაც შეიძლება იმ მომენტში ვერ გაიგოს ან ვერ გაითავისოს ონკოპაციენტმა. იმიტომ რომ ის სხვა პრობლემებით არის დადვერილი. დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ამ ორ ოპერაციას კომბინაციაში ონკოპლასტიკას და რეკონსტრუქციას უმეტეს შემთხვევაში ერთ მომენტად ვაკეთებთ. და წარმოიდგინეთ ამ ხელა დადვირთვა, ამ ხელა ინფორმაცია თვითონ დაავადების შესახებ, საფრთხეები და ესთეტიური მომენტიც, თუმცა ძალიან ხშირად ესთეტიური მომენტი მეორე ხარისხოვანია იმ მომენტში. მაგრამ როგორც კი პაციენტი გამოჯანმრთელდება, პირველი რასაც უყურებს, მისი ესთეტიური მხარე. ივიწყებს იმ სირთულებს, რაც ძალიან კარგია. ეს უკვე კარგის ნიშანია. კი, ჩვენ ამ ხოლმე პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ეს ესთეტიური მომენტი თავიდანვე ისე უნდა გავითვალისწინოთ, რომ რა თქმა უნდა, დათმობა ვერ წავა ონკოლოგიურ უსაფრთხოებასთან როცა ხდება ამის აწონდა-დაწონება, მაგრამ ეს პარალელურ რეჟიმშია მაქსიმალურად ორივე მხრისთვის დაბალანსებულად უნდა იქნას მიღებული, როგორც ონკოქირურგიისთვის, ასევე პლასტიკური ქირურგიისთვის. ამიტომ გართულებები ზუსტად ისეთივეა და მეტი, რა თქმა უნდა, ონკოპაციენტში, იმიტომ რომ ჩვენ აი წარმოგიდგენთ ესთეტიური ქირურგიის მომენტებს ვიყენებთ ერთ-ერთ ეტაპად რეკონსტრუქციების დროს. ხვდებით რას ვამბობ, ანუ გნებავთ აგუმენტაცია, გნებავთ რედუქციული მამოპლასტიკა. ეს მეთოდები ჩვენ გამოგვადგება ხოლმე რამოდენიმე სართულიან და რამოდენიმე ეტაპიან რამოდენიმე მეთოდი უნდა გამოიყენოთ ერთდროულად. ჩემთვის ეს მომენტი, ვთქვათ, იგივე აგუმენტაცია. და წარმოიდგინეთ, რაც გართულებები აქვს აგუმენტაციას პლუს ონკოპაციენტი, პლუს თუ მოკვეთაზე არის საუბარი და აღდგენაზე კიდევ სირთულეები ქსოვილებთან დაკავშირებით და ამას ემატება ის, რომ ან ქიმიოთერაპიით, ან სხეული თერაპიით შესაძლოა ეს ყველაფერი გართულდეს მომავალში.
რა თქმა უნდა. აი ეს ყველაფერი უნდა გავიტანო. ზე ვითხოვ რა მასშტაბზე. ეს ორ სიტყვაში ვერ მოგიყვებით, მაგრამ რთული მომენტია, კომპლექსურია, აქ არის ესთეტიური ქირურგია, აქ არის ონკოქირურგია. უნდა კონდეს ქალბატონს. რა თქმა უნდა. აქ არის ონკოფსიქოლოგია. ფსიქოლოგები ხომ არ გაქვს ონკოფსიქოლოგი აუცილებლად საჭიროა. ვერ ვთავთ, იმიტომ რომ ეს კადრები ცოტაა, არ ფინანსდება და წარმოვიდგინეთ ახლა პაციენტები, რომელსაც რო ეტყვი რომ იცით რა თქვენ ჯობია რომ ონკოფსიქოლოგთან გაიარო ჯერ კონსულტაცია ძალიან ბევრი ნაწყენი გრჩება, ნუ ან სხვანაირად ვერ შევთავაზოთ როგორ უნდა ავხსნათ. მე არ მჭირდება თქვა ფსიქოლოგი, მე არ მჭირდება ზოგიერთს ცოტა სხვანაირად გავუგებ ფსიქიატრი. აი დაახლოებით ესეთი რეაქციებია. მე მგონი ქართველი ქალბატონები კიდე ცალკე ის არის ეს ასეთ დროს უფრო ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე. თუმცა არა მარტო ეს არ არის ქართული მე სხვა ქვეყნებში მომიწევდა, ამიტომ ეს არ არის მარტო ქართული მომენტი, თუმცა საქართველოში განსაკუთრებულად კი, განსაკუთრებით ვიცით ხოლმე ეს კი ელემენტები ემატება. დიახ. აი რაც შეეხება ოპერაციის, რეკონსტრუქციული ოპერაციის შემდგომ კვლევებს, ეს ხომ არ გაართულებს დიაგნოსტირებას და მონიტორინგს შემდგომი კვლევებით. დიახ. იცით როგორ არის? გარდა იმისა, რომ გაართულებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნუ რადიოლოგებს უჭერთ ძალიან ხშირად, აი მაგალითად ავიღოთ ლიპოფილინგი, რომელიც ჩემთვის როგორც ესთეტიური ქირურგისთვის, როცა ამაზე ვმუშაობ, ძალიან გამოსადეგია. ძალიან კარგად ავსებს მცირე დეფექტებს, ვიზუალიზაციაში გვეხმარება. უსაფრთხოც ალბათ, ხო? შედარებით. უსაფრთხოც არის, უსაფრთხოც, მაგრამ აი ზუსტად თქვენ შეკითხვაზე არის ეს პასუხი, როგორც კი ამას გამოგვიყენებია ლიპოფილინგით აგვიდგენია, აი მარტო ცხიმით აგვიდგენია, წარმოიდგინეთ, რა თქმა უნდა, რაც რამოდენიმე ეტაპის ოპერაცია, მაგრამ მეც და ლიტერატურულადაც არის ესეთი პრობლემა. ნახეთ, ცხიმოვანი ნეკროზი კისტები ყალიბდება ამ დროს. ეს ზედმეტი უბნები იწვევს რადიოლოგების და ჩვენს მეტ შფოთვას, მეტ ბიოფსიას, მეტ ხვდებით ხო, წარმოგიდგენთ მიდის კონტროლი და ამ დროს რაღაცა კვანძი, რომელიც არ ვიცით რა არის. რა თქმა უნდა, დამატებითი კვლევები საჭირო ხდება და ამიტომ მაინც ხო, მე მაგალითად ლიპოფილინგი ჯობია ცოტა ნაკლები იყოს ესთეტიური შედეგი, ვიდრე აი ლიპოფილინგით გავართულოთ დიაგნოსტიკა მომავალში. აი ესეთი მომენტები არსებობს. ნუ სხვა რაღაცეებიც მაგალითად იქ არის სხიური თერაპიის პერიოდში ჩვენ იმპლანტებისაც გვეშინია და იმისიც გვეშინია. არის ხა თეორიულად ხო ესეთი მოსაზრება, რომ დასხივებული იმპლანტი რჩება მერე ორგანიზმში. ესეც ხომ რაღაც დონეზე თქვათ საფრთხეს ალბათ შეიცავს, თუმცა ეს ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ არის შეკითხვები. აი აქვე მაშინ გითხავთ ექსპერტებთან დაკავშირებით, რას გვეტყვით? რამდენად არის ხოლმე საჭირო წინასწარ ესეთი ოპერაცია და შემდგომ უკვე მუდმივი იმპლანტის გამოყენება? როდესაც ინდივიდუალურად ითვალისწინებთ ხოლმე ამ მომენტს. აი ხა მაგალითად ბოლო პერიოდში უფრო ხშირად ვაკეთებ ერთ მომენტად, ანუ ექსპანდერის გარეშე. ოღონდ ეს უნდა იყოს ზომა შესაბამისი. ტექნიკაც უნდა იქნას დახვეწილოთი, ანუ ამასაც გამოცდილება ჭირდება. წარმოვიდგინეთ კუნთი, რომელიც არის ძალიან მჭიდროდ ნეკნებთან ურთიერთობაში მიკრული ესე ვთქვა და იქ უნდა შეიყვანო აი მაგალითად 500 ან 600 მილილიტრი აი ესეთი რაც არ უნდა კარგი იმპლანტი იყოს, აი მაგალითად. რთულია. ამიტომ ჩვენ აი გავამარტივებთ თქვენთვის, რომ აი ეს იმპლანტი დაჩუტული შემიძლია შევიყვანო ყველგან. და მე ამის გაბერვა ნელ-ნელა ელასტიურობას კუნთისას არ არღვევს და მაძლევს იმ შედეგს დიდი თქვა რეკონსტრუქციას დაჭირდება დიდი მოცულობა მაგ დროს. ამიტომ ექსპანდერი ძალიან გამოსადეგია, ვერ ჩაანაცვლა ეს ტექნიკა, ვერ სხვა რაღაცამ და ამიტომაც ექსპანდერებს ნუ პირველ ეტაპზე ერთ ოპერაციაში ყველაზე იოლად ვიყენებთ, რა თქმა უნდა და ძალიან გამოგვადგა. აი ხა დღეს პოლიტეხის სტუმრები ვარ და პოლიტეხით თუმცა იყო სხვა რაღაცა, მაგრამ პოლიტექმა ძალიან ხელი შეგვიწყო. ეხლა ხდება ამის დახვეწა, შეცვლას, არის კომპანიებიც კიდე სხვა, მაგრამ ნუ აი თუ ვიტყვით პოლიტეხზე საკმაოდ დიდი რეკომენდაციას კომპანიას. კი, რეკომენდაციაზე არის, აი წარმოიდგინეთ ეს იყო 2007 წელს, როცა დავიწყე ეს ამბავი, აქ ოფიციალურად, მანამდეც ვაკეთებდით, არ ქონდა. ექსპანდერები არ ქონდა. ჩვენ ნატრა იყო, რომ აი ესეთი კარგი კომპანიები შემოსულიყო. ცადეთ იქ მენტორი თავის დროზე. იყო ბევრი რაღაც სხვადასხვა მცდელობები, მაგრამ აი
პოლიტეხმა შეძლო ეს. დროში გამოცდილი აი კომპანია. პირველი კომპანია რომელსაც დააყენა ეს საქმე ფეხზე. თუმცა ეხლა გეუბნებით არის რაღაცა პლუსები, მინუსები ყველასთან, მაგრამ თქვენ ხვდებით რომ გამოცდილებაში და რა ვიცი, ურთიერთობაში რო ხართ, კომპანია იქნება, ექსპანდერი იქნება, ყველაფერი ეს არის ინდივიდუალურად ქირურგის გამოცდილებაც. რა თქმა უნდა, რაღაც საერთაშორისო და უკვე გამოცდილება. აპრიორი ძალიან დიდი პროცენტი რომ წარმატებულად დასრულდება და იმ შედეგს მივიღებთ, რაც გვინდა. აი, კონტრაქტურებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რამდენად შეიძლება, წინასწარ რა თქმა უნდა, ამას ვერავინ ვერ იტყვის, მაგრამ რამდენად ხშირი არის ხოლმე ესეთი გართულება? ზოგადად აუგმენტაციური მამოპლასტიკის დროს საკმაოდ ხშირია. ფაქტიურად ყველა ისე კონტრაქტურის ხარისხებია. პირველი ხარისხი კონტრაქტურა მე თითქმის ყველა შემთხვევაში მინახავს უიშვიათეს შემთხვევაში, როცა წლები გადის. სულ ხუმრობ რომ დრო დავკარგე მე ძალიან სერიოზულ კარგ ჩემ კოლეგასთან მომიწია ბერლინში ჩასვლა, თვეები გავატარე სპეციალურად ვიცოდი რომ ბევრ ამას ვისწავლედი და მაინტერესებს ზოგადად ესთეტიური პლასტიკა და აი უმეტესი ოპერაციები ნახე 20-30 წლის წინ გაკეთებული გერმანელი ქალბატონები, რომელსაც აღარ უნდათ იმპლანტების ტარება, მოსწყინდათ კონტრაქტურის გამოც, იმძიმის გამოც, ასაკთან თავის მინუსები რა თქმა უნდა ყველაფერს აქვს, მაგრამ ეს მინუსი წინასწარ როცა აუხსენით ყველა პაციენტი მაინც მოდის. მე არ ვსაუბრობ ონკო პაციენტებზე, მე ვსაუბრობ ესთეტიურ ქირურგიაზე. ონკო პაციენტებს ამის შიში საერთოდ არ აქვს და მართალია გითხრათ, კი, როგორ არის კაფსულური კონტრაქტურა, იმ გართულებებთან შედარებით, რაც შეიძლება მოყვეს რეკონსტრუქცია, კაფსულური კონტრაქტურა იშვიათად ამ განხილვის საგანი გახდეს. და შესაბამისად გართულებებიც. მაგრამ კაფსულური კონტრაქტურა თავარი ერთ-ერთი გართულებაა. თავარად პროცენტულად ყველაზე მეტი ესთეტიურ მამოპლასტიკაში. სკრინინგმა, რაც თქვენ ძალიან დაგვიხმარა იმაში, რომ ადრეული დიაგნოსტიკა და ნაკლებად გვჭირდება რეკონსტრუქციები. თუმცა არის შემთხვევები, როცა მივხედავთ ადრეული სტადიების და მულტიცენტრულობები, ბევრი რაღაცის დროს, თუნდაც გენეტიკური დატვირთვის დროს სრულიად ჯანმრთელი ქალები მყავს პაციენტები, რომლებსაც სჭირდებათ რეკონსტრუქცია. ან თუნდაც უკვე ნამკურნალები პაციენტები, რომელსაც არ აკმაყოფილებთ ის შედეგი ესთეტიური, ონკოლოგიურად კარგად არის, მე მყოლია პაციენტები 7-10 წლის შემდეგ მოსულან რეკონსტრუქციისთვის. მაგრამ ამას წინასწარ, როდესაც მოსახლეობა მიცის, რომ ადრეული დიაგნოსტიკა სკრინინგით ხელს შეუწყობს ნაკლებ ტრავმას და ნაკლებ დამახინჯებას ორგანოს ან დაკარგვას, ასევე არის შესაძლებელი დაკარგვის შემთხვევაში ეს ხარისხიანად და დროულად აღდგეს. თუმცა აი ამას ყველაფერს რა თქმა უნდა დახვეწა უნდა გაუმჯობესება უნდა ეხლა ჩვენს ვსწავლოთ, ეგრე არ იყო. ყოველდღიურად სიახლეებია, იქნება ეს მასალა, იქნება ტექნიკა. ამიტომ ეს ვითარდება, თორემ მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც აი ამ რეკონსტრუქციებში ახალგაზრდობიდან მოხვდი, უბრალოდ ესე გამოვიდა და როგორც ონკოქირურგი გავხდი პლასტიკური ქირურგი. ამიტომ ჩემთვის ორივე ნაცნობია, მაგრამ პაციენტების მენტალიტეტი, ზოგადად მოსახლეობის ცოდნა, ჩემ თვალწინ იცვლებოდა და იზრდება და საკმაოდ მომზადებულები მოდიან. ეს დღეს შეგვიძლია ონლაინ გავიაროთ თავიდან ბოლომდე ოპერაციაც. გართულებებიც, ყველაფერი რომ აი პაციენტი მომზადებული როდესაც არის ყველა ინფორმირებულები არიან ხოლმე უფრო მეტად ვიდრე ადრე იყვნენ ქალბატონები. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთ პაციენტთან ადვილია. ყველა გართულება 3-4 გართულება გქონია ზოგიერთ ჩემ პაციენტს, მაგრამ იმდენად მომზადებულები არიან ფსიქოლოგიურადაც, ინფორმატიულადაც, რომ აი ამას ჩვენ ერთად გადავლახავთ და ბოლოს ფინალი ყოველთვის კარგია, იმიტომ რომ პლასტიკური ქირურგია გვაძლევს საშუალებას საბოლოოდ ყველა დეფექტი და გართულება გადავლახოთ. დიდი მადლობა ამ მომწურავი პასუხებისთვის. და ყველა ქალბატონს ვუსურვებ პირველ რიგში ჯანმრთელობას და მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან, თავისუფლად გადაწყვიტონ ასეთი რეკონსტრუქციული ოპერაცია. უნდა გადაწყვიტოს ბოდიში რა შეგაწყვეტილეთ. ნახეთ, ყველგან ვამბობ, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად დაფინანსებული. სოლიდარობა ყველა ქალსაც სჭირდება, მაგრამ წარმოიდგინეთ, წამლები დაფინანსდა, რაც აქამდე პრობლემა იყო. მკურნალობა და მივალთ აქამდეც, მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება უნდა გადაწყვიტოს. აი მაგალითად ინგლისში აი ესეთ ოპერაციებს არც კითხულობს, არამედ არის რაღაცა ტიპის ოპერაციები პლასტიკური, რომელიც საზოგადო community წყვეს, რომ იცი რა, ჩვენ გვაქვს ფული და მოდი ეს დავაფინანსოთ. არ არის
თანხებზე ლაპარაკით. და იმედია რომ აი ამ ეს მომენტი როგორც გამოვარდება ძალიან ბევრი პაციენტი ვერ იკეთებს. მომზადებულია, კარგია, ვიხარი ამ პაციენტთან ურთიერთობა, იმიტომ რომ მოყვება, ესეთ ამასაც მნიშვნელობა აქვს რა ენერგია მოდის და ჩვენც მზადავართ ამისთვის და უცებ რაღაც ფინანსური მომენტები. ხვდებით, ამიტომ იმედია რომ ეს კომპლექსში იქნება ონკოპაციენტის მკურნალობაში. და ამაზე ესე მე კი არ ვისაუბრებ, ამაზე უნდა ისაუბრონ და სტუდენტები უნდა ემზადებოდნენ ამისთვის, როგორც ზოგადად ქირურგიისთვის ვამზადებთ ახალგაზრდებს, ონკოპლასტიკა და რეკონსტრუქცია უნდა იყოს მათი ყოველდღიურობა. ნუ ძუძუს ვინც ხელს მოკიდებს ყველა ვარიანტში, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა რომ ამაზე უღრმესი მადლობა.